რუსთავის ცენტრალურ პარკში ქორეოგრაფიული ფესტივალი კახაბერის და ხანუმების და ანსამბლ სალხინოს კონცერტით გაიხსნება. საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს 10 დღის განმავლობაში 5 მაისამდე უმასპინძლებს. კონკურსში წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 26 ანსამბლი და 3000-მდე მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. რუსთავის ფესტივალი ქართული წელს 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ეს ფესტივალი დავიწყეთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენს ტრადიციულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, რომ განვითარდნენ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გადასცენ სიყვარული ჩვენი ტრადიციების. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უმასპინძლებთ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს ჩვენ ცენტრალურ პარკში და გაიმართება ყველაზე ქართული დღეები. დღეს გაიხსნება ქორეოგრაფიულ კონკურს ფესტივალი ქართული, რომელიც სულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ანსამბლ სალხინოს კონცერტი და კახაბერი და ხანუმების გრანდიოზული შოუ. 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება კონკურს ფესტივალი რუსთავის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ საფესტივალო სივრცეში.